გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ნიუ-ჯერსში ვარ ახლა. არა, ცდები. გატყუებთ. დელავერში ვარ და მოვედი აქ პირს ვიღებ. ფლორიდაში უნდა წავიდე. ეს პირს ფლორიდაში მიდის და სა შევამჩნიე რომ მანქანა კარგავდა ჰაერებს. დავყევი, ყველგან დავათვალიერე. ხოდა როგორც იქნა მივაგენი. მაგრამ ძალიან ცუდ ადგილას გასდის ჰაერი. ამას აქვს AirTanks ჰაერის ავზები რა, რამოდენიმე და ერთ-ერთი არის აქ. აი აქ. არ ვიცი გამოჩნდება თუ არა და აქედან გადის ჰაერი. აი. ახეთ ანუ შლანგიდან კი არ გასდის. თვითონ ის აი ეს ავზი, რაც არის ჰაერის ავზი. ეს უკვე დაიჟანგა და всё, გადასაგდებია რა, ეგ უნდა მოიხსნას და გადავაგდო. ახალი დავაყენო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხლა მე სერვისში რო სადმე მივიდე. ამას ესე უცბად ვერ გამიკეთებენ, ამიტომ მოვძებნი აქ ახლოშია 2 მაილში არის Volvo-ს სადილერო. მივალი იქ. ვიყიდი ამ ავს, იმედია ექნებათ. და წავალ მე ტრაქსტაბზე და მაგას უკვე ყველა შემიცვლის რა. ხო და ესეთი რაღაცა დამემართა. ეს არც ვიცი რა ღირს. და არც ის ვიცი რამდენს გამომართმე შეცვლაში. მაგრამ მთავარია რომ ამას გზაზე არ ვაკეთებ. გზაზე სხვა ფასი აქვს და ეხლა რომ მიხვალე კიდე სხვა ფასია. რავი, ნახოთ. ნახოთ რა იქნება, მივალ და გეტყვით ყველაფერს. მოკლედ წამოვედი იქიდან ბატონებო და ეხლა მივდივარ Volvo-ს სადილეროში. რო ეს ნაწილი ვიშოვე. თუ ეს ნაწილი ვერ ვიშოვე, მაშინ ცუდად არის საქმე. ესე გზას ვერ გავაგზელებ. ესეც Volvo. ახლა გავჩერდე სადმე, რა ვიცი, სად გავჩერდე ახლა. გავჩერდე. ნაწილებიც აქვს, შეკეთებაც აქვს, მაგრამ აქ შეკეთება ესე არ ხდება რა. იმიტომ რომ რიგში უნდა ჩადგე და შეიძლება კვირეები მოგიწიოს ლოდინი და ამიტომ აქ მხოლოდ ნაწილს ვიყიდი თუ აქვთ. ნახოთ რას მეტყვიან. მოკლედ მეგობრებო, ესეთი სიტუაცია, ეხლა ვიყავი შესული. და ზუსტად ერთი ცალი ქონდათ ეს დარჩენილი. მეტი არა გვაქვსო, $440 მითხრეს ამის ფასი. და მე ვუთხარი რომ ბარე მეთქი ხوار შემიცვლით მეთქი და რა დაждდება ამის შეცვლათო და. შეგიცვლითო მაგასო, ნუ ლეიბორი აქეთ-იქით იანგარიშეს, ალბათ 2 საათი დაგჭირდება. $370 მითხრეს. თუ დამატებით არაფერი არ დაჭირდებაო. ეხლა არ ვიცი დამატებით დაჭირდება, არ დაჭირდება თუ როგორ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ ესეა მდგომარეობა. აუ ნახოთ. რა სიტყვიან საბოლოოდ. ეხლა აქ უნდა დავაპარკინგო, მაგრამ როგორ დავაპარკინგო არ ვიცი. არა აქვს ადგილები, რაღაცა უნდა მოვძებნო რა. ძალიან ცუდი ის არის.
საერთოდ არა აქვს ადგილი. არ ვიცი როგორ მოდრიალ. რაღაცას ნახავ რა. აქ ვერც მოდრიალდები. აი აგინდა რო ხარ. იქით არის ნედა გასასვლელი რომ მოდრიალდე იქ. არა, ციკ და და ჩავაყენო უკან. მოგზაურე. შეიყვანენ ახლა. აუტოვი აგერ და შეიყვანენ და ვნახოთ ერთი რას ისავ. რამდენს დამჩარჯავენ ზემოდან კიდე. ნუ ეხლა რაც მითხრე სადღაც $800 ჯდება და მე ვნახოთ საბოლოოდ რას თქვი. ძალიან მაგრად გასდის ჰაერი. არ ვიცი რა, აი ძალიან და კიდე კარგი ამათ ერთი ცალი ქონდათ ეს რომ აქ შევცვალო. მესაც მოსაცდელი ოფისი. გავიყვანოთ დრო რამენაირად. რომელი დავლიოთ. ეს რა. ავა არ არის. ჩაი. ეს რამდენიანი აი მოკლედ გამოვედი ახლა მეგობრებო. ორჩნენ ჩემი მანქანის გაკეთებას, აი აგერ არის რისიტი, რაც მომწეს და დაჯდა. მოდი აქ სად მიდიხარ. აი $844.77. მოკლედ აქედან ნაწილი ღირდა $426, მე კიდე რაღაც ფლაგი დაამატეს. რაღაც პატარა ტროლინმანი და დანარჩენი $370 აიღეს ხელობაში. ზუსტად, ესე იგი 2 საათში დაამთავრეს. 2 საათში $370 აი air tank-ის, ანუ საჰაერო აერის ავზის შეცვლა. ესე ხდება ჩვენ ტრაილერის ზღოლების ცხოვრებაში, მაგრამ ეგ არაფერი ერთხელ უკან მქონდა ამაზე მე ვიდეო რომ რა გჭირდება ტრაილერს ასულ მინდა რო თქვა ეს გასაგებენაზე. ტრაილერს ჭირდება მოვლა პატრონობა სერვისი გზაზე და ასეთი რაღაცებისთვის მუდამ მზად ვართ. მით უმეტეს, როდესაც ტრაილერი არ არის ახალი, უკვე სულ მალე ჩემ ტრაილერს შეუსრულდება 1,000,000 მაილი გარბენი და მაგასაც აღბეჭდავ ვიდეოზე. ეხლა ჩავაბავ ამ მისაბმელს და მოვშივ და მოკვდი მშიერი წავალ უკვე ტრაკსტაბზე გავჩერდები დროებით. ეს ბალტიმორია 3 საათი და 45 წუთი. და აი არ ვიცი ამოვიდა რომ ეს ჩაეძინა არ ჩაეძინა. ორი ტრაკია ერთმანეთს დაჯახებული. მატარა მანქანას არის დაჯახებული. წავადე კი რა.
სამწუხაროდ ხდება ძალიან ბევრი ავარიები და იქ სად არის გადავარდნილი. ეს არის დაჯახებული. გამარჯობათ, კიდევ მოგესალმებით მეგობრებო. მე ახლა ვარ ჯორჯიის და ფლორიდის საზღვართან. ცოტა ხანში გადავარ ფლორიდაში და გადავიღებ იქაურ სიტუაციას, გავივლი აგროკულტურის ინსპექშენს, ასევე waste stations და ვნახავ თუ რა ხდება რეალურად. ეხლა ბევრმა თქვენთაგანმა რა თქმა უნდა იცით, მაგრამ ბევრმა ვინც ჩემს არხს უყურებს, შეიძლება არ იცოდეს, რომ რამოდენიმე კვირის წინ მოხდა ძალიან ცუდი ამბავი ფლორიდაში. ტრაილერის ინდუსმა მძღოლმა გააკეთა საშინელი დარღვევა ფლორიდის ტურპაიკზე, მოახდინა ავარია, რის შედეგადაც დაიღუპა 3 ადამიანი. ამას ფლორიდის ადმინისტრაციის მხრიდან მოყვა ძალიან მწვავე რეაგირება და როგორც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან ვრცელდება, გაამკაცრეს წესები ემიგრანტების მიმართ. კერძოდ რა იგულისხმება ამაში, რომ ამოწმებენ უკვე ტრაილერის მძღოლებს და მიუხედავად იმისა, რომ აქვს სამუშაო უფლება, მაინც ესე იგი IC, ანუ საიმიგრაციო ოფიცრები ვიჭერენ და ადეპორტებენ. ესეთი ჭორმართალი დადის, ესეთ ინფორმაციებს ავრცელებენ, როგორც ქართულ ჯგუფებში, ისე ამერიკულ და საერთოდ თუ რამე ჯგუფი არსებობს, ალბათ ყველგან იწერება ამის შესახებ. მე რეალურად იმის მერე აღარ ყოფილი ვარ ფლორიდაში, მე არ ვიცი, ჩემი თვალით არ მინახავს იქ რა ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე ტრაილერის მძღოლიერიდება ფლორიდაში ჩასვლით. ეხლა მე გავივლი, ჩემი თვალით ვნახავ თუ ხდება ან რამე რეიდი, ან რამე კითხვა სვავენ, ან რამე ინსპექშენს გიტარებენ, ან თხოვენ საბუთებს, ან არ ვიცი, 1000 რაღაცა არის, თუ მსგავსი რამე ხდება, ამის შესახებ მე გადავიღებ და გაჩვენებ. თუ არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ეხლა რახან დღეს არ ხდება, შეიძლება ხვალ არ მიხდეს, მაგრამ ზოგად სიტუაციას რაც შეეხება, ამას დაგანახეთ. თან ის გასათვალისწინებელია, რომ დღეს კვირა და შეიძლება ესეც იყოს იმის გამომწვევი მიზეზი, რომ სიტყვაზე ინსპექშენები ან რამე მსგავსი არ ხდებოდეს. მაგრამ ხვალ ხომ არის ორშაბათი, ხვალ ისე უკან ბრუნდები და გზაზე თუ რამე ვნახე, რომ ან მანქანები ყავთ გაჩერებული და ან IC-ის ოფიცრები არიან, ან რაღაც ინსპექშენები ტარდება, ან waste station-ებზე რამეს გეკითხებიან, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაცვით. ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორმართალი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ვიცი, რომ არის შეშინებული ამ მხრივ, ერიდებიან ფლორიდაში ჩამოსვლას. რჩევის სახით მე ვერაფერს ვერ გეტყვით, რომ ჩამოხვიდეთ ან არ ჩამოხვიდეთ, მაგრამ ზოგად სიტუაცია შემიძლია ჩემი თვალით დანახული სიტუაცია გითხრა. როგორც დღეს, ისე ხვალ. ნახოთ ახლა გავივლი და ყველაფერს გადავიღებ. ესეც ფლორიდა. შევედით. აი აქ არის ახლა ყველა მიცით, აქ ვინც არ ხართ ნამყოფები, ეს agricultural inspection. აქ ყველა შევდივართ აბსოლუტურად და ზუსტად ამაზე აქ არის საუბარი, რომ თითქოს ამ ინსპექტორებს, აქ ყოფ ინსპექტორებს მისცეს იმის უფლება, რომ რაღაც საიმიგრაციო კუთხით, აი ნახეთ გამიწითრა, რომ შემოდიო. ესე ყოველთვის არის. რომ საიმიგრაციო კუთხით რაღაც კითხვები დასვან. ნახოთ, შევალ ახლა და თუ რამე შემეკითხებია, თქვენი თვალით ნახავთ. თუმცა აი აქ რამდენი წელია დავდივარ ახლა ფლორიდაში. ეს ახლა ყველა მიცით, ხო, ვინც ხართ აქ ნამყოფები, რომ ეს ისეთი ინსპექშენია აქ, რომ უბრალოდ შედიხარ, გადიხარ, კაცშვილი არ გამოწევს. ამჟამად რა ხდება, არ ვიცი.
ამის იქით არის კიდე უკვე ახლოში ვეისტეიშენი. ის თუ იქნა ღია, იქაც შევალ რა თქმა უნდა. Thank you. ავი, წადიო ხელზე. თუ გამოჩნდა, არ ვიცი, კამერაში. ხელით მანიშნა წადიო. არასოდეს აქ არავის არაფერი არ უკითხავს. და ეს აგორებული ხმები არ ვიცი, რამდენად სიმართლე შეეფერება. რომ აქ განან ISIS ოფიცრები ან თვითონ ან ინსპექციის ოფიცრებს მიცეს ამის უფლება რომ საიმიგრაციო თემაზე კითხოს რაღაც არ ვიცი. ამბობენ რომ კიო, მაგრამ რავი, ჩვეულებრივად გავიარე, არავის არაფერი არ უკითხავს. აქ არის ახლა ურმაელში კიდე ერთი ვეისტეიშენი. შემიყვანა იმ ვეისტეიშენმა, იქაც ვნახავთ. ამ აჟიოტაჟმა ფლორიდას თემასთან დაკავშირებით გამოიწვია ის, რომ ფასები ცოტა მომატებულია ფლორიდაზე, გაზრდილია, ასე ვთქვათ და აი ხა მაგალითად ერთი პარშალი, ერთი ტვირთი ავიღე ნიუ-ჯერსში, მეორე ავიღე დელავერში, ორივე მიმაქვს მაიამში უნდა ჩავიტანო. პატარა ტვირთებია, არ არის რაღაც განსაკუთრებული, არ წონა ისე დიდი და მაილი გამოვიდა სადღაც თლიანობაში გამოვიდა 1300 მაილი და 1300 მაილზე ამ ორ პარშალში, ანუ ამ ორ ტვირთში იხდიან $3,700. ნუ ეს $3 ცდება რა. ნუ ფასი კარგია, მაგრამ აქედან არ ვიცი, თვითონ ეხლა მე ხვალ ამათ რო დავცლი, მე ხო უნდა ავიღო კიდე ტვირთი აქეთ წამოსაღები და აქედან რა ფასი ექნება, იმასაც გეტყვით მე თუ მოიმატა თვითონ ადგილზე. ზოგადად ხო ფლორიდა ყველამ ვიცით, რომ ძალიან ესეთი ფასები აქვს რა, დაბალი ფასები. არ გამოირჩევა რაღაცი. ნახოთ რა იქნება. ხო, ეს დაკეტილია ვეისტეიშენი, აწერია closed. ანუ ეხა შეიძლება ეს იმის ბრალია დაკეტილი რომ არის, რომ დღეს კვირა, ბატონებო, ესეც გაითვალისწინეთ. პანიკა რა თქმა უნდა საჭირო არ არის. იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა დაპანიკდე ადამიანი ეხლა ხო, ანუ ადრე თუ გვიან რაღაცა სადღაც ვიღაცა რაღაცა შეგეკითხება და ხო ამისთვის ზათ უნდა იყო. მაგრამ მაინც უნდა გაითვალისწინოთ ჩემი აზრით, ვინც work-ით მუშაობთ. ნუ თქვენს ადგილას მე მაგალითად მაინც თავს შევიკავებდი, რა ვიცი. კი არის, ეხლა ვერ გაიგებ სიმართლეა თუ ჭორია, მაგრამ რატო უნდა გაიმწვავო ადამიანმა სიტუაცია, ვერ ხვდები, როცა ამდენი შტატია, რა წადი სხვა შტატებში წაიღეთ. მით უმეტეს ფლორიდა არასოდეს არ გამოირჩეოდა რაღაცა განსაკუთრებული ფასებით და ისედაც მეზარება ხოლმე ამ ფლორიდაში წამოსვლა. არ ამგონია ვინმეს კიდე ეხალისებოდეს.
ხო და იმ ავარიასთან დაკავშირებით, ექსიდენტთან დაკავშირებით ვიტყვი კიდე რომ ეხა აქ მაცხოვრებლებმა თითქმის ყველა მისის რაც მოხდა, მაგრამ ვინც არ იცის იმათთვის მოყვები როგორ იყო ეს ყველაფერი, ინდუსი მძღოლი იყო. აი ამ ტუპაიკზე მოხდა, ზუსტად არ ვიცი რა ადგილას. მაგრამ აი ესეთ გამყოფი ზოლი რომ არის, იმ გამყოფ ზოლზე, აი ხელმარცხნივ ხო ხედავთ გამყოფი ზოლი რომ არის, ხო? მანდ არის ხოლმე ადგილ-ადგილ შეხვდებათ გაჭრილია და აწერია რომ only official use, ანუ მხოლოდ ოფიციალური წარმომადგენლებისთვის არის ეს გაკეთებული, რომ emergency სიტუაციაში მოუხვიონ და გადავიდნენ მეორე მხარეს. ეს ტრაქებისთვის და სხვა მანქანებისთვის განკუთვნილი შესახვევი U-turn-ი არ არის. თან საინსაც U-turn-ის ნიშანი რომ ახატია, იმას აი ესე წითელი ხაზია გადასმული და ანუ გეუბნება რომ არ მოუხვიო, U-turn-ი არ გააკეთო და ზუსტად აი მაგ მოსახვევში U-turn-ის ადგილას, სადაც ოფიციალური წარმომადგენლებისთვის იყო გათვალისწინებული, ამ ინდუსმა მძღოლმა რა გააკეთა. აი ხა მე ხომ მივდივარ, არა შუა ზოლში ვარ, ხო? ანუ მეორე ზოლში ვარ. და ხელმარცხნივ ისე რომ არც კი გადავიდე უკიდურეს მარცხენა ზოლში, ხო? ხელმარცხნივ აი ესე პირდაპირ მეორე ზოლიდან დაიწყო შეხვევა ამ U-turn-ზე. ეს არის როგორი რაღაცა, იცით, არ ვიცი რა, რაღაც წარმოუდგენელია, ხო? მსგავს სისულელის გაკეთება და თან ამ ტულპაიკზე speed limit-ი არის 70 მაილი საათში. და ყველა პატარა მანქანა აქ ისე დადის, რომ 70-ზე მეტით. და ის მინივენი, რომელიც მოდიოდა გზაზე, ვერც კი მოასრო დამუხრუჭება და ამ ტრაილერს ისე დაეჯახა გვერდიდან და 3 ადამიანი დაიღუპა ადგილზე. მე მგონი ერთი საავადმყოფოში და 2 ადგილზე. რა მნიშვნელობა აქვს? 3 ადამიანი მოკვდა. ხო და მე ეს ინდუსი მძღოლი წაიყვანეს, პოლიციამ დააკავა, რა თქმა უნდა, წაიყვანეს და ჩაუტარეს ტესტი. აღმოჩნდა, რომ ინგლისური ენა საერთოდ არ იცოდა, ანუ ვერ საუბრობდა ინგლისურად და აი ეს საგზაო ნიშნები რომ აჩვენეს 12 საგზაო ნიშნიდან მხოლოდ 2 გამოიცნო, ანუ 10-ზე საერთოდ პასუხი ვერ გასცა, ვერ მიხვდა რა ნიშანი იყო, რას ასახავდა და ამან გამოიწვია ზუსტად ის, რომ ფლორიდის ხელისუფლება მოკლედ ამან შოკში ჩააგდო ძალიან ესე იგი ისე გააკეთეს რომ ანუ გაამკაცრეს ყველაფერი, მოითხოვეს უკვე დამატებითი შემოწმებები და ამას მე გიყვებით ანუ ტელევიზიაში რასაც გადმოსცემენ და YouTube არხებზე რაც ვრცელდება. და ამ ინფორმაციის თანახმად, ესე იგი, მიდის ძალიან მკაცრი შემოწმებები ფლორიდაში და მიუხედავად იმისა, რომ ტრაილერის მძღოლს აქვს მუშაობის უფლება, მას მაინც აკავებენ შემოწმების დროს. აი ესეთი ინფორმაცია ვრცელდება. ეს არ ვიცი ახლა, შეიძლება ვიღაცა მართლა დააკავეს, მაგრამ არ ამგონია ახლა ასე 10 მძღოლიდან აქ 8 მუშაობის უფლებით დადის და სულ არ არის ამერიკის მოქალაქე. მაგრამ ახლა ხო ყველა არ დაუჭერიათ, არა, მაგრამ შეიძლება ვიღაც დააკავეს, შეიძლება. არ არის გამორიცხული და მე უკვე ამის გამო მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება და ამას მე ხოით ხალხში როგორ ხდება ხოლმე ერთ მოყოლილ ამბავს 10 ემატება ზემოდან მე და ყველა 1000-ნაირად აფერადებს, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ ესეთი რაღაცა მოხდა, ხელისუფლებამ გაამკაცრა ამასთან დაკავშირებით ინსპექშენები, ანუ მძღოლებს თუ გააჩერა პოლიციამ თხოვენ რომ ესე იგი ინგლისური ენა საკომუნიკაციო ენა უნდა იცოდეს და იმის იქით უკვე რა უფლებები აქვს, ანუ როგორ არის, რანაირად არის, ეს არ ვიცი. იმიტომ რომ თუ დაუჯერებთ საინფორმაციო წყაროებს, ესეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ადგილობრივ, ანუ ტრუპერებს, პოლიციელებს
მისცეს იმის უფლება, რომ ესე იგი საიმიგრაციო კუთხითაც დაუსვან შეკითხვები და თუ რაღაც ეჭვს იწვევს, უკვე აი ეს ოფიცრებს ეძახიან და ისინი მოდიან ადგილზე და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. ასეთი რაღაცა ხდება. მე ახლა რასაც უყურებ, სიტუაცია საერთოდ არ შეცვლილა, როგორც აქამდე იყო ფლორიდაში და დავდიოდი და უყურებდი, ზუსტად იგივეა, მაგრამ დამატებით ამის იქით ვერაფერს ვერ გეტყვი. ფიქრობ, რომ საპანიკო არაფერია, მაგრამ მაინც ალბათ უმჯობესია, რომ რახან ესეთი აჟიოტაჟია ამწყდარი, მაინც რაღაცნაირად თავი შეიკავოთ სიტყვაზე ფლორიდისკენ წავუსვა. არაფერს არ გიწყვით ამ ეს და მაგითო ვამბობ. ფლორიდაში ჩამოხვალ თუ არ ჩამოხვალ. მაგ თვით 47 შტატში წაიღებს სხვაგან სადაც გინდა. ასე რომ ჩემო ეს მინდა და მე თქვა ფლორიდის შესახებ და გაითვალისწინეთ, რომ დღეს მაინც კვირაა და შეიძლება ამის გამო იყო ვეისტეიშენი დაკეტილი. მაგრამ ხვალ ხო არის ორშაბათი და თუ ხვალ მე რამე შევამჩნიე გზაზე, აუცილებლად გადავიღებ ვიდეოთი და ამის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.